ეს ვისაუბრებთ დეტოქსზე და ზოგადად და ასევე კანის დეტოქსზე ზაფხულში. სანამ კონკრეტიკაზე გადავალთ, რატომ აქვს ეს სითხე მოტანილი და სხვადასხვა დეტოქს ნიღბებს აქვე ვისწავლით, მანამდე ვთქვათ, რა არის ეს დეტოქსი, რომელიც ძალიან ფართო და პოპულარული თემაა, თუმცა ხშირ შემთხვევაში არასწორად არის ხოლმე კონცეფცია გაგებული და რამდენადაც დადებითი ზემოქმედება შეიძლება კონდეს ორგანიზმზე, ასევე გარკვეულ მინიმალურ საფრთხეებსაც შეიცავს. დეტოქსი არის ნიშნავს ესეთი ფართო მიდგომაა და ერთობლიობა პროცესების, რომელიც გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან და ამიტომაც ქვია დეტოქს ან დეტოქსიფიკაციის პროცესი. ეხლა რა არის ტოქსინები? ტოქსინები არის მავნე ნივთიერებები, რომელიც გროვდება ორგანიზმში ორი სხვადასხვა მიზეზით, შეიძლება იყოს გარედან შემოტანილი ეს ტოქსინები, მაგალითად გამონაბოლქვი, თამბაქო, ალკოჰოლი, კვებითი სხვადასხვა კონცენტრანტები, დანამატები, შაქარიც და ასევე კოსმეტიკიდან შესული სხვადასხვა ქიმიკატების ნარჩენები და ასევე შეიძლება იყოს შიდა წარმოშობის, მაგალითად მავნე ბაქტერიები, რომელიც საკვები პროდუქტებისგან შეიძლება წარმოიქმნას და დაგროვდეს ორგანიზმში. ან მაგალითად შიდა წარმოშობის შეიძლება იყოს სტრესის ან ორგანიზმში ანთებითი პროცესის ფონზე წარმოქმნილი ტოქსინები, ხო? ამიტომ ეს ორგანიზმი თავისთავად უნდა ფუნქციონირებს ისე, რომ თავისთავად მიმდინარეობს ყოველდღიურად ბუნებრივი დეტოქსი და ამ პროცესში ჩართულია ფილტვები, ღვიძლი, კანიც და საჭმლის მომნელებელი სისტემა, თუმცა არის პერიოდები, როცა ეს მექანიზმი შეფერხებულად მუშაობს და ამ შემთხვევაში სჭირდება ამ ბუნებრივ პროცესებს დახმარება. ეს არის ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, სრულფასოვანი ძილი, სწორი და საკამარისი რაოდენობის სითხის მიღება, აი ეს ყველაფერი ეხმარება და მხარს უჭერს ორგანიზმის ბუნებრივ ფუნქციას, რასაც ქვია ორგანიზმის გაწმენდა და გათავისუფლება აი ამ ზედმეტი და არასაჭირო ტოქსინებისგან. აი პირველი რა გახსენდებათ, როცა ვამბობთ დეტოქსიკაცია ან დეტოქსი, მე პირველი მახსენდება დეტოქს კოქტეილები. კი, მე სხვადასხვა მწვანე, რაღაცა მწვანე ფერისთან, იმიტომ რომ რამდენადაც ხშირად უყურებ ხოლმე TikTok-ზე და Instagram-ში მსგავს ვიდეოებს, ზითად მწვანეა, მწვანე შეფერილობის არის ეს დეტოქს კოქტეილები. აი ეგ მინდოდა ზუსტად მე თქვა, რომ იმდენად მოდური ტერმინია ახლა ეს დეტოქსი და პოპულარული, რომ სავსეა სოციალური ქსელი სხვადასხვა დეტოქს კოქტეილების რეცეპტებით. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს არის ნახევრად მითი, რომ კოქტეილმა შეიძლება ორგანიზმიდან გამოდევნოს ტოქსინები, თუმცა რა შეიძლება რეალურად გააკეთოს. იმის ხარჯზე, რომ სასიამოვნო დასალევია, ასე ვთქვათ, დამზადებული დეტოქს სითხე კოქტეილი, მეტი წყალი მიგაღებინოს, რაც არ არის ცუდი განსაკუთრებით ზაფხულში, ან გააჩნია რა ინგრედიენტებით მზადდება კოქტეილი, მიგაღებინოს მეტი ვიტამინი თუ ანტიოქსიდანტი, რომელიც ასევე არ არის ცუდი, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რომ ხა ეს პროცეს ჯადოსნური სითხეა, რომელიც რაღაც შლაკებისგან და ტოქსინებისგან გაგათავისუფლებს, რა თქმა უნდა, ასე არ არის, თუმცა როგორც ვთქვით, რადგან ეს არის ერთობლიობის პროცესი, დეტოქსიფიკაცია, ესეც არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. და მე მაგალითად დღეს შვიცარიაზე დავაყენე, მაღვიძარა, რომ თქვენთვის ეს სითხე კოქტეილს ვერ დავარქმევ, ძალიან მარტივია. ფაქტიურად ყველას გვაქვს სახში ეს ინგრედიენტები და აი ეს სითხე იქნება საუკეთესო ზაფხულში მხარდამჭერი საზაფხულო რუტინის ღვიძლისთვის და დაუშვათ საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის დასახმარებლად ან მაგალითად მასში შემავალი ჯანჯაფილი ეგრეთ
იგივე ჯინჯერი, ზოგმა ესე იცის, ზოგმა იცის, იგივე ჯინჯერი არის აი საუკეთესოა იმუნიტეტის სასამაღლებლად, აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც თავისთავად აწკრიალებს სახის კანს. ამიტომ ეს სითხე რო იყოს ჩვენი ზაფხულის უზმოზე რო დავიწყოთ ამის მიღება და სადღაც 5 საათამდე ეს არის ერთი ადამიანის დოზა, თუმცა ჩვენ ახლა გავიყოფთ ამას. რა თქმა უნდა. ეს რო იყოს დღის დასაწყისი, იმედია კარგად დავასხამ, ძალიან კარგი იქნება და სადღაც 5 საათამდე ჯობია რომ მოვრჩეთ ამ სითხის მიღებას, კი. იქნება მშვენიერი იმისთვის, რომ კიდე რომ მივახმართ სხვადასხვა ნიღბებს ამ დეტოქსის პროცესში, ესეც იქნება ერთ-ერთი განსაზღვრელი იმისი, რომ გავათავისუფლოთ ორგანიზმი თუ კანი, თუ სკალპი, სხვადასხვა მავნე ტოქსინებისგან და ნივთიერებისგან. ასევე მინდა გითხრათ, რომ სასურველია, რომ ეს ყველაფერი იყოს მოთავსებული მინის ჭურჭელში და არანაირი პლასმასი, საწრუპებიც კი. ეხლა რატომ საწრუპები? ვისაც დაუშვათ კუჭთან დაკავშირებით ლიმონი უზმოზე შეიძლება არ იყოს თქვენთვის სასურველი, ხო? აუცილებლად მაინც ექიმს დაეკითხეთ ეს და ასევე ეს იმდენად უსაფრთხო და იმდენად კარგი სითხეა, რომ დეტოქსი ხო რაღაც მოკლე პერიოდთან არის ხოლმე დაკავშირებული, თუმცა ეს სასმელი კუჭზე თუ არ ბნებთ, შეიძლება იყოს მთელი თქვენი ზაფხულის მხარდამჭერი და აი ლიმონის წვენი ასევე დიდი დოზით კბილის ემალისთვისაც არ არის ხოლმე რეკომენდებული და ამიტომ ჯობია რომ საწყობით მივირთვათ თუ ხანგრძლივ ხა ერთხელ და ერთი კვირის მანძილზე არაფერს არ ავნებს, მაგრამ თუ ხანგრძლივად ეს არის პიტნა, რომელიც მე ამ დილას დავკრიფე წყნეთში ჩემთან ეზოში და ესეც აი ჩემთვის ეს იყო თერაპია. შვიცარზე ადგომა, რაღაც პირველი მზის სხივები პიტნა. პირდაპირ არ რომ თერაპიას აკეთებს. არა. და ვისაც გიყვართ, შეგიძლიათ თაფლის 1-2 წვეთით ჩამეტოთ, მე მაგალითად არ მიყვარს კბილი გემო და ამიტომ ხო ვისაც უყვარს, ესეც გარკვეული ენერგიზერი კოქტეილს, რომელიც თან თეონას ბაღებიდან არის. პიტნით არის ზუსტად და მგონია რომ კარგი დასაწყისი. მაშინ ჩემთვის აღარ დავისხამ და თქვენ დაგისხამთ ხო და ეს პიტნა მაინც იმ წუთას ჯობია რომ იყოს და რაღაცნაირად შიგნით უფრო ფრეში. კარგი, როგორ მოვიყვანო პიტნა? ამას თალკე გკითხავ ეთერის მერე მაშინ. კარგი. და ცოტა ალკოჰოლი ხო არ მოუხდება დეტოქსი? არა, თემიკო, იმიტომ რომ ჩამოვთვალეთ რა არის ის ფაქტორები, რამაც შეიძლება დააგროვოს ორგანიზმში ტოქსინები. ერთ-ერთი ფაქტორი არის ალკოჰოლი და ამიტომ დეტოქსთან მაგას კავშირი არის. სახში გამოყვანილი. ეხლა მე მოსინჯა. კი ბატონო. პიტნასთან ერთად გამოყვანილი. ისეთი საოცარი. არა, ჩვენ მოვაქვს დილით განწყობის შესაქმნელად შეთა. არაფერი ისეთი, უბრალოდ მართლა კარგ გასუფთავებას დააკეთებს, ხო, ორგანიზმს. სხვა რამეებთან ისეთი გაზავებულია, ბოდიში შენ ახსენე, მე მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვიცოდი რომ აუცილებლად იტყოდი, რომ ინდივიდუალურია და სწორედ უზმოზე ხა ნამდვილად ლიმონი და ჯინჯერი ორივე ისეთი პროდუქტია, რომ შეიძლება გააღიზიანოს, თუმცა ეხა როცა გავსინჯე, მივხვდი რომ დავაგემოვნე უბრალოდ ისეთი გაზავებულია, რომ ეს არ არის იმდენად მჟავე, რომ ასეთი ტიპის პრობლემა შექმნას. ალბათ აქაც დოზირებას აქვს. კი, ვიტყვი ამ ინგრედიენტებსაც რა. ეს იყო გადადუღებული წყალი, იმიტომ რომ კი წყალს თავისი საჭირო მინერალები და ელემენტები ახლავს, მაგრამ აქ იმიტომ რომ აი ამაზე გავაკეთოთ აქცენტი, რაც შიგნით არის გადადუღებული წყალი, რომელსაც საღამოს ვადუღებ, რომ დილას უკვე ოთახის ტემპერატურის დაგხვდეს და ცივი ეს არ უნდა იყოს. ერთი ცალი ლიმონი და ზოგი აწურავს, მაგრამ მე ზუსტად იმიტომ რომ ბევრია, და უბრალოდ გამოიტანოს ის რაც თვითონ აიღებს წყალი იმდენს.
გავჭერი ნახევარი ლიმონი და ჩავაგდე და დაახლოებით 5 სანტიმეტრი ჯინჯერი თუ ჯანჯაფილი როგორც ქვია, გავთალე და თხლად დავჭერი. აი ეს არის მინიმალური და 2-3 ღერი პიტნა ფოთოლი და აი რაღაც არაჩვეულებრივი დასალევი ჯგუფი მეცაც გასმევს სითხეს, იმიტომ რომ ძალიან გემრიელია და ენერგიასაც გაძლევს ჩემი აზრით, რა თქმა უნდა და თან არ არის ბევრი ფილოსოფია და რაღაც ურთულესი ინგრედიენტებით დამზადებული კოქტეილი, რომელიც ნახევარი სახლში არავის აი ეს არის მარტივი, რაც თითქმის ყველას შეიძლება გქონდეს სახლში. ეხლა აუცილებლად უნდა ვთქვათ, დაახლოებით 1 ლიტრი დღის დოზა, ხო? 1 ლიტრი დღის დოზა, იმიტომ რომ მე წყალს ჩვეულებრივ წყალსაც ვურევ. და სადღაც ლიტრანახევარზე ავდივარ, ჩემი დოზა არის ეს, ზოგისთვის 2, ზაფხულში 2 შეიძლება. მე მგონი ზომიერებას როგორც ყველაფერში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და საკმარისია ეს ნამდვილად გოგოებისთვის მაინც ლიტრანახევარი, ლიტრი და 1 რომ ეს იყოს და ნახევარიც ჩვეულებრივი წყალი მოფრიდოში ჯანჯაფილები. ეს მე გამოყვაშენია შენი მართლა შეიძლება გავცარი არომატი აქვს რომ ნამდვილად გამოვიდოთ რომ თუ მოვა მაინდამაინც შენთან აღარ მოვიდა სახლა. იმასაც უნდა დეტოქსი. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ კანის დეტოქსზე. ეს თქვით ხო და აი ბოდიში დავასრულებ წინა კითხავს 5 საათამდე მივირთმევთ დაახლოებით 1 ლიტრ ამას და კიდევ ამატებთ ჩვენთვის სასურველი რაოდენობის წყალს და კიდევ რა არის საჭიროა აი ბოლომდე აი დეტოქსირებულები ვიყოთ. კი ბატონო, ამასთან ერთად თუ ჩვენი კვებითი რაციონი იქნება დაფუძნებული ბოსტნეულზე, როგორც შენახსენე მწვანე პროდუქტებზე და იქნება უფრო მსუბუქი და არ იქნება მძიმე და ამასთან ერთად მივახმართ კიდევ ფიზიკურ აქტივობას, თუნდაც ფეხით სიარულს. ხო, მაგ შემთხვევაში კარგი დეტოქსი გამოგვივა შიგნიდან და ასევე შეგვიძლია ზემოდანაც დავეხმაროთ კანს. ბოდიში გაწყობდი, ახლა გამახსენდა უბრალოდ გასტრონომიაზე რომ საუბრობდით ირაკლი როქონდა ნანდარიშვილის სტუმრად და მან ახსენა და ნამდვილად ეს ყველაფერი იმდენად კავშირში ერთმანეთთან, აი თუნდაც მარხვის პერიოდი ყოველთვის ისე ემთხვევა, რომ აი ეს პროდუქტი რაც ახსენე, ყველაფერი ისეთი გვიწევს ამ პერიოდში მივირთვათ, ვინც მით უმეტეს იცავს, რომ ყველაფერი ჯანსაღი, სწორედ რაც ორგანიზმს ჭირდება ის რომ მეტი ხილი, ბოსტნეული და არა ვთქვათ ხორცის პროდუქტი, ეს ეხმარება მე მგონი ზუსტად აი ამ პერიოდს და აი ამ კოქტეილს ყველაფერი ერთად, რომელიც და აი მაინც როგორ უნდა მივხვდეთ, რომ აი გვჭირდება დეტოქსი. ნუ მე უკვე თალსახად მივხვდი, რადგან მომიძღვენი ეს რუბრიკა. შენ გჭირდება დეტოქსი და ჩვენც ყველა როგორ უნდა მივხვდეთ. აი რატომაც მოგიძღვენი, თუ ვგრძნობთ სისუსტეს გადაღლილობას, აი ვგრძნობთ, რომ ორგანიზმს ჭირდება რესტარტი, რომ ჭირდება დახმარება, ხო? თუ ვიმყოფებით სტრესულ გარემოში და ყველა ვიმყოფებით სტრესულ გარემოში, თუ ვიმყოფებით დაბინძურებულ გარემოში და ვინც ქალაქში ვცხოვრობთ, ყველა ვიმყოფებით დაბინძურებულ და გამონაბოლქვით სავსე გარემოში. აი ვინც გვიყურებს ახლა მწვანე სოფლებიდან, თქვენ შეგიძლიათ წყნარად იყოთ, როდესაც სუნთქავთ ჯანსაღ სუფთა ჰაერს. ბუნებრივი დეტოქსი ვინც იღებს. ვინც იღებს და ისედაც ფუნქციონირებს ორგანიზმი. აი ჩვენ უნდა დავეხმაროთ, იმიტომ რომ ეს პროცესები შეიძლება იყოს ამის გამო შეფერხებული. ამ შემთხვევაში რო გავაკეთოთ, აი მაგალითად სახლის პირობებში გაქვთ ერთი 40 წუთი თავისუფალი და ფიქრობთ, რომ ზემოდანაც კანს სჭირდება დეტოქსი და დახმარება. ამ შემთხვევაში შემიძლია აი ესეთი 3 ეტაპიანი მარტივი სახლის პირობებში ნიღაბი გასწავლოთ. თუ და დავაყოლო ისიც, რომ თუ ვთქვით, რომ კოქტეილები ნახევრად მითია და დიდად არ არის ჯადოსნური და არ შეუულია რაღაც განსაკუთრებული, აი დეტოქს ნიღაბს მართლა შეუძლია ტოქსინების გამოდევნა კანის ზედაპირიდან და რა არის ეს დაგროვილი ყოველდღიური მტვერი, სიბინძურე
და ზაფხულში ჭარბად გამოყოფილი ცხიმი, აი ეს ყველაფერი წარმოშობს კომედონებს, ტოქსინებს, რომელიცგანაც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს კანი, რომ აი ეს უსიცოცხლო და რაღაც ფერმქრთალი როცა არის კანი და ხვდები რომ აი გამომშრალი, გამოფიტულია, მაგ შემთხვევაში 1-40 წუთი გამოყავით თქვენთვის და სახლის პირობებში პირველ ეტაპს ვიწყებთ ორთქლის აბაზანით, რომელიც ფორებს გაასუფთავებს ძალიან მარტივად გოგოები მიხვდებიან რა აბაზანაზეც ვსაუბრობ. კი და მე მინდა რომ მაყურებელსაც გავიმარტო და არ ეგონოს რომ ეს რაღაცა რთული არის და დანადგარი ჭირდება. ერთი კითხვა დავსვაცოდვა გამხდები. თავარი არ დავიფუფქოთ, ხო? თავარი არ დავიფუფქოთ და ეს როგორც წესი ხდება ხოლმე რაღაცა ჩაიდის ადუღების შემდეგ ან ქვაბის ან ასე შემდეგ, მაგრამ მე ერთ რაღაცას მივაკენებ და უნდა ვიკითხო. აბა, ორთქლის უთოს. ვაიმე. ის ეგეთი რამე. ისეთი წველის ანუ შორს უნდა გაჭიროს, რა თქმა უნდა. ძალიან არ შემაშინო ეხლა. მაგრამ ეფექტს ხო ვიღებ. როცა პრინციპში ლეღვის პოტრის ნახარში შემდეგ ესეთი გამოცდილებებს ძალიან შორს მიჭიროს ნამდვილად. უკვე გაგიკეთებია და მეკითხები. ერთხელ გავაკეთე და ერთადერთი რის გამოც აღარ გავაგრძელე იყო ის რომ ეფექტი ექნება თუ არა იგივე თქო. ალბათ ექნება კი. ალბათ. თუმცა ჩაჭრილი მეჯერ არ მინახავს. არა, პირველად არა, იმიტომ რომ თეონეზა შეეშინდა, გააჩნია ვი როგორ მოიხდა. ასე შეიძლება ჩაიდნითა ზაიფუფქო. კი, ხო, ესეც უნდა მეთქვა, რომ აი ქვაბი იქნება თუ ჯამი თუ საიდანაც ამოდის ეს ორთქლი, იქაც დისტანცია აუცილებლად უნდა დავიჭიროთ. ჯობია რომ შორიდან და რამე გადავიფაროთ, პირსახოთის მაგვარი თემიკო როგორ მიყურებს შეხედეთ, წარმოიდგინა ქვაბებზე ჩვენ და მოკლედ ესე გავიწმინდოთ ფორები, ამის შემდეგ გავიკეთოთ ძალიან მარტივი ნიღაბი და ამ შემთხვევაში სწორი ინგრედიენტები არის მნიშვნელოვანი და ეს ინგრედიენტები არის ნახშირი და თიხა, მწვანე ან თეთრი თიხა, რომელიც რეალურად შთანთქავს ტოქსინებს კანის ზედაპირიდან და ძალიან მარტივად ერთი ჩაის კოვზი აქტივირებული ნახშირი და თუ ფხვნილი ან შეიძლება ეს იყოს პირდაპირ ტაბლეტი, რომელსაც დავშნით, ერთი ჩაის კოვზი თიხა, თეთრი ან მწვანე, მე მწვანეს უფრო გირჩევდით, ეს უნდა გავაზაოთ ან ვარდის წყალთან, ან ჩვეულებრივ გადადუღებულ წყალთან, უკნათ ნახევარი კოვზი ჩაის თაფლი, რომელიც უკვე დამარბილებელი და ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა და ეს წამოვიღე რომ გაგახსენოთ, ეს ჩაის ხის ზეთია ბოდიშოპის, რომელიც გააქვთ თქვენ ივნისის ბოქში და იდეალურია იმისთვის, რომ ესეც შთანთქავს ზედმეტ ცხიმს კანიდან. აი, ესეთი ნიღბის კონსისტენციის გავაკეთებთ ამას, რაც თქვით, პატარა თასში და გადავინაწილებთ სახეზე, აუცილებლად უნდა მოვარიდოთ თვალის ირგვლივ ზონას, იმიტომ რომ თიხა ცოტა ჭიმავს კანს და თვალის ირგვლივ ძალიან ნაზიკანია და არ უხდება თიხა და 15 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ. ამის შემდეგ უკვე ვიყენებთ რომელიმე თავის მოვლის საშუალებებს, რომელიც ასევე დატვირთულია ანტიოქსიდანტური ინგრედიენტებით, მაგალითად შრატი, C ვიტამინით ან დამატენიანებელი, რომელიც დაფუძნებულია მწვანე ჩაის ბაზაზე, იმიტომ რომ მწვანე ჩაიც ძალიან კარგი ანტიოქსიდანტია და აი მწვანე ჩაი შეგიძლიათ დააყენოთ და უბრალოდ აი თვითონ აი ეს სითხე პირდაპირ სახეზე დაიდოთ ან ბამბის დისკით და თუ თვალის ირგვლივ თიხა არ არის კარგი, აი მწვანე ჩაის საფენები თვალის ირგვლივ ზონას ისე კარგად აცხრობს და შავი სიშავეები ამოყავს თვალის ირგვლივ ზონიდან, რომ აი არაჩვეულებრივად და ასე უკვე კანის დეტოქსიკაციას გავაკეთებთ, შიგნიდან უკვე ვიცით როგორ მოუვაროთ თავს და ასე შევხვდეთ ჩაგაბარებ გამოსცას მომავალ კვირას. ძალიან დიდი მადლობა, მართლა მნიშვნელოვანი იყო აი ამ პერიოდისთვის აი ესეთი რჩევები და ჩვენ დავამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. კოქტეილისთვის დილიდან.